როგორ შეიძლება აღვადგინოთ საქართველოს რეპუტაცია საერთაშორისო ფონზე? ეხლა ჩვენ რეპუტაცია არის დაზიანებული თქვენ როგორც ახსენეთ, ჩვენ მივდივართ იზოლაციისკენ, როცა შეიძლება ეს ხელისუფლება, როგორ შეიძლება ეს აღდგეს? პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება იმ პოლიტიკურ კლასზე, რომელმაც უნდა გადაიბაროს ქართველი ხალხის სახელით მართლობა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობას დაუბრუნდეს. ეს ერთი. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა დიპლომატია, რომელშიც უნდა დაბრუნდნენ უამრავი პროფესიონალი და წესიერი ადამიანები, რომლებიც იქნენ პოლიტიკური ნიშნით და მიზანმიმართულად განდევნილი ამ სამსახურიდან, რომლებსაც აქვთ შეტანილი წვლილი ამ ქართული დიპლომატიური სკოლის მშენებლობაში. მაგრამ ეს ავტომატურად და ერთ დღეში ვერ მოხდება, საერთოდ რეპუტაციის გაფუჭება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მისი აღდგენა. ასე რომ ქართულ დიპლომატიას წინ ექნება ძალიან დიდი სამუშაო ჩასატარებელი, მაგრამ მთავარია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა, მისი პოლიტიკური ინსტიტუტები, მისი ახალი ხელისუფლება ნათლად და ლეგიტიმურად გამოხატავდეს ქართული ხალხის ინტერესებს და როდესაც ჩვენი პარტნიორები იხილავენ ასეთ ხელისუფლებას, მათი შემოbrunება საქართველოსთან თანამშრომლობისკენ ბევრად უფრო რეალისტური იქნება. დღევანდელ პირობებში ამას გამოვიწყოთ.